საერთოდ ეს სელასი მათემატიკოსი იყო და იმაში ოქსფორდში რა ტექნიკა გამოცხებული მათემატიკაზე და განიდან შეიძლება საერთოდ სტალინი შანირობდა მაგაზე და გაუგზავნა მე ამ სელასიებს თავისი ორტონეული მათემატიკური გამოკვლევები მაგდანიდა გითხარ ბატონ გახა ყოველ შემთხვევაში გავისკეთ და მე მადლობელი ვარ თქვენი ამ იდეისა რომ პოლიტიკოსები მე მგონი პოლიტიკოსები ჩვენთან რბილად რო თქვა დილეტანტურად უყურებენ აი ამ იმას დეტალებში ეშმები ჩადებული ამხელა თანხა გადაყრილი აი მე არ მეკონა თუ ეს ანამდენი ტანტირად ვინდოდა არ არის ეს ქვეყანა ისეთი მდიდარი რომ არის ან თავდასხმის ომისთვის უნდა ორიენტირებული იყოს შეერაღება ან თავდასხმისთვის Hai, vinta de masai, este შესასწავლია. რა პროპორციით დაიგეგმა სატანკო ბევრი კითხვებია. ბევრი კითხვებია. იმას ვიტყვით რომ აი დღეიდან ესე ვთქვა დაიწყება ამაზე ფიქრი და თუკი რომელიმე სამხედრო ექსპერტს ან თუნდაც პოლიტიკოს სურვილი ექნება, გამოგეხმაურება და დავიწყოთ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ყველა მოქმედი პირი ამ კატასტროფაზე გამოვიდა ამ კომისიაზე და რეალურად დაიწყულები ითქვა. მოდით ესე ვთქვა. Simply ვერ დაუდგენიათ რამდენი შემოვიდა და რამდენი აღარ არის ამაზე ლაპარაკი. ეს მადლობა რომ ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი, ბატონი კახეთაციწაზე გახსოვთ ჩვენი სტუმარი, გავველოდეთ საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, იგი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის გაზაფხულზე ჩატარებას ხდება ქართულ საზოგადოებას. გავველოდეთ. Კიდევ მოგესალმებით, გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუდია სპექტრის მეორე ბლოკის სტუმარი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი გახლავთ. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, ერთ-ერთი პარტიის პრეზენტაცია იყო და ეს საინტერესო იყო, განაცხადები მომავალთან დაკავშირებით და მე როგორც გავიგეთ, თქვენ გაზაფხულზე აწყობთ ყრილობას. რატომ გადაწყვეტეთ პარტიის შექმნა, რა გიცეთ პოლიტიკაში და მოდით ვისაუბროთ თქვენ გაზაფხულობებზე. პოლიტიკაში დაბრუნება შესაბამისად პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ პარტიის შექმნით არის ან პარტიაში მონაწილეობის შესაძლებელი ეს კარგად ვიცით გადავწყვეტე 8 აგვისტოს შემდეგ 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩვენ კარგად დაგვანახა რა შედეგამდეც მივედით შესაბამისად ჩვენ მივედით შედეგად დაგებული ომი 50000 ტოლვილი დამატებით დაკარგული ტერიტორიები დანგრეული ეკონომიკა და საერთოდ ეს ისეთი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მე მაინც უნდა მეთქრა პოლიტიკაში მოსვლაზე თუ დაბრუნებაზე როგორც ხნებავთ, შესაბამისად მას შემდეგ საკმაოდ ბევრი კონსულტაციები მქონდა მე და დღეს გამოვაცხადეთ უკვე პარტიის შექმნა, როგორც თქვენც თქვით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში მის ყოველ კვირას, ან თქვათ კვირაში ერთხელ შეგვექნება ჩვენი პროგრამული დოკუმენტების წარდგენა და რეგიონალური კონფერენციები, რომელსაც შემდეგ გაზაფხულზე დავამთავრებთ, ადრე გაზაფხულზე, მარტის დასაწყისში დავამთავრებთ უკვე პარტიის ყრილობით. მაგალითად, დღეს თქვენ აი დოკუმენტი თქვენ დააფიქსირეთ, რომ გაიმართება რეგიონალური კონფერენციები, სადაც პარტიის პროგრამას წარადგენენ. უახლოეს პერიოდის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ პროგრამულ დოკუმენტებს წარმოვადგენთ. დოკუმენტს ეკონომიკური სექტორის დავიწყებ. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება ეკონომიკური სექტორი რა მდგომარეობაშია საქართველოში. არ ვიცი ახლა მოტივაციით თუკი განსაზღვრავთ ის რაც არ მოგწონდა დაუშვათ შევარდნაძის რეჟიმში, რაღაც არ მოსწონდა. რეალურად თუკი დავწყებთ, ეს იყო ის რომ არ იყო საბაზრო ეკონომიკა. არ იყო საბონდო ბირჟები, არ იყო ბევრი რამ ისეთი, რითაც ადამიანი საკუთრებას დაიცავდა და мотивация ექნებოდა რომ ჰქონოდა რაღაც თავისი ბიზნესი. აი რას გულისხმობთ აი ამ დოკუმენტს ეკონომიკის სექტორთან დაკავშირებით. გვეგონა რომ რაღაც ამდაგვარი გვექნებოდა იგი აუქციონი მეთქი მაბადიეთ ხაყოტრების კანონი ვერ მივიღეთ აი 5 წლის მანძილზე. რატო ვერ მივიღეთ? ერთი და ეხნება თუ არა ამაზე საუბარი აი თქვენი ეკონომიკური სექტორის დოკუმენტის შედგენის დროს. ერთხელ და სამყარო ხომ გათავისუფლდეს ეკონომიკას ახალისფრების მეხისაგან. თუკი ეს ორი ის არ იქნება მაჩვენებელი, არ იქნება თავისუფალი ეკონომიკა.
ჩეთი ეკონომიკის რეფორმირებისკენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა 2004 წლიდან მოყოლებული და ასე რომ ვთქვათ მანამდეც ჩვენ მოქმედებდით საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თუმცა ბევრად მეტი გაკეთა 2004-2007 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ვთქვათ სწრაფად განვითარდა, საკმაოდ სწრაფი რეფორმები ჩატარდა და საკმაოდ გამძლე ეკონომიკა ის იმ პირობებში თუ ვთქვათ არიუმებს და უნდათ დააგებუნებია ამ პირობების გარდა. ახლა რაც შეეხება ჩვენს პროგრამულ დოკუმენტს, კიდევ ერთი ციკლის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გაკოტრების კანონის ახალი ვერსიაც მივიღეთ, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად გაამარტივა გაკოტრების პროცედურები, ეს 2007-ში დავასრულეთ, მეგონი ამ კანონის მიღება, თუ სწორად მახსოვს, თუმცა აქ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ბუნებრივია. რაც შეეხება ჩვენს პროგრამულ დოკუმენტებს, იქ დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, მე მგონი, რომ ამომრჩევლისთვის პოლიტიკური ძალების შესადარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნება, ვთქვათ, იცოდეს კონკრეტულად ეს ქართული ხალხი რაც გააკეთებს, მათ შორის პირველ რიგში ჩემი აზრით, სწორედ ეკონომიკაა, მით უმეტეს დღეს, როდესაც ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ საკმაოდ ჯიუტად და თანმიმდევრულად არაფერს არ ვაკეთებთ ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სწორედ ეკონომიკური პრობლემები იქნება ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი. ეს ჩვენს ეკონომიკის ვიწყოთ. ახლა პრინციპში დღეს თქვენი განაცხადა, რომ თქვენი ორგანიზაცია პროგრამაზე და იდეოლოგიაზე იქნება დაყრდნობილი. პროგრამაში როგორც ჩანს ეკონომიკური ესე ვთქვათ აქცენტირება იქნება გადამწყვეტი, იდეოლოგიაზე საერთოდ. იდეოლოგიურად გვეუბნა ჩვენს სურვილი გვაქვს რომ ჩამოყალიბდეს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისეთი ვთქვათ როგორც ამერიკელები უწოდებენ კონსერვატიულს, ანუ ნაკლები გადასახადები, ოღონდ ნაკლები ხარჯებით, ნაკლები რეგულაცია, ნაკლები მთავრობის მონაწილეობა ვთქვათ ბიზნესში და ასე შემდეგ და კონსერვატიული სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში, ვთქვათ ერთი ორი ვთქვათ იდეოლოგია, რაც შეეხება პროგრამას, ეს მაკროეკონომიკა არ იქნება ბუნებრივია. მე ვფიქრობ, რომ ეს რამოდენიმე ძირითადი საკითხი გვაქვს ჩვენთვის პერსპექტივაში, ეს პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს სწორი პასუხი და სწორი რეცეპტი უნდა დავდოთ ჩვენ პირველ ყოვლისა იმისა, თუ როგორ გამოვიდეთ აი ამ ეკონომიკური კრიზისიდან, ჩვენ შევდივართ და ამ ვთქვათ ასე ხალხში შევალთ, ეს ნელა მივიწევთ აქეთ, ან თქვენ არ ვიცით, რომ იქნება არჩევნები და ამდენად გაუარესებული იქნება ეკონომიკური ვითარება, მაშინ შესაბამისად პლანის პროგნოზირება დღეს ძნელია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გქონდეს როგორც კრიზისიდან გამოსვლის, ასევე ვთქვათ ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური მართვის პროგრამა, საკმაოდ დეტალურად ჩამოყალიბებული, საზოგადოება უნდა იცოდეს, რა შორის გააკეთოს არჩევნები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის აქტიურობით დავარქვათ ამას სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპები, თქვათ, როგორ უნდა იყოს მთავრობას და პარლამენტს შორის ურთიერთობა და როგორ უნდა იყოს თქვათ ხელისუფლების განაწილების პრინციპი. ეს საკონსტიტუციო საკითხია და რომელიც სულ უფრო და უფრო თქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დღევანდელი სისტემა მოწყობის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავდეს დამოუკიდებელი, მაგრამ ეფექტური სასამართლო და ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო, შესაბამისად მოსჭირდება არამარტო გადაწყვეტილებები, არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობა ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება ესეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც სანდო იქნება პოლიტიკური ძალების დიდი უმრავლესობისთვის, ანუ უფრო უკეთეს შემთხვევაში საერთოდ ყველა პოლიტიკური ძალისთვის, საარჩევნო სისტემა გვჭირდება და არა მხოლოდ თქვათ ისეთი, რომელსაც უმრავლესობა მიიღებს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჩვენ ავიცილოთ თავიდან აი ეს დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირებები და გადავიდეთ განვითარების უფრო ვთქვათ შემდგომ ეტაპზე თუ შეიძლება ასე ითქვას, ასევე ჩვენ გვჭირდება ეს მკაფიოდ ჩანს დღევანდელ პირობებში სიტყვის თავისუფლების ესეთი კანონმდებლობა, რომელიც ასევე მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი გახდა საგარეო პოლიტიკური საკითხები და პრინციპები, რომელიც მანამდე თითქოს მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული ყველას ჩვენ და მკაფიო ორიენტირები ჰქონდა აღებული, მაგრამ დღეს ჩვენ მთავრობა სამწუხაროდ ელაპარაკება მხოლოდ იმას, ვისთანაც უაგვიმდება საუბარი, სადაც რუსეთთან დიალოგზეც უარყოფა ხდებიან, ბუნებრივია, მიუღებელია. ჩვენ რუსეთთან დიალოგი
თქვა პირდება იმისთვის, რომ